მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რაგელით მასთან ამის შემდეგ. დღეს ერთ პოზიციაზე გავშლით, თუ თქვენზე იქნება რეზონირებული ვიდეო, რა თქმა უნდა, რჩებით და უყურებთ საჯარო გაშლას ბოლომდე, თუ თქვენზე არ რეზონირდება დღევანდელი საჯარო გაშლა, შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ. იგივე თემით, ან შეგიძლიათ დაელოდოთ ჩემი შემდეგი ვიდეოს ჩაწერას. და ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში, კომენტარების ველშიც. შეგიძლიათ თქვათ იმ ადამიანის სახელი, ვისაც გინდათ, რომ დღეს კარტმა გვიპასუხოს, ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვიზუალურად. და კიდევ ერთხელ განმეორდებით, თუ თქვენზე იქნება ინფორმაცია რეზონირებული, მაგ შემთხვევაში დარჩით და უყურეთ ვიდეოს. რაგელით მასთან ამის შემდეგ. პირველ რიგში აქ რის თქმა შემიძლია, ამ ეტაპზე არის ურთიერთობა გაჩერებული, ან ძალიან ახალი მომხდარი არის თქვენ შორის რაღაც ეტაპის დამთავრება. ან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ურთიერთობა არის ჩიხში შესული და გაჩერებული ამ წუთას. ამ წუთას მოდის იმპერატორი და მოყვება 10-იანი ხმალი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ან ამ პიროვნებასთან დაკავშირებით ძალიან გაგიწრუდათ იმედები, ის რაც წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ადამიანი ძალიან ძლიერი, ვიზუალურად შექმნილი ისეთი სურათი, რომ ეს პიროვნება იქნებოდა თქვენი ზურგი, თქვენი დამცველი, თქვენი მყარი კედელი, რომლის იმედიც გქონდათ, ძალიან დიდი რეპუტაცია ჰქონდა თქვენს თვალში, თითქოს ეს რაღაც ძალიან მწარედ რეალობას შეეჯახეთ, წარე რეალობას შეეჯახეთ და სხვა სურათით უყურებთ უკვე ამ ადამიანს. თითქოს თქვენს თვალში ან ნდობა დაკარგა, ან რაღაცით გაუფასურდა, ან პირობა ვერ შეგისრულათ, ძალიან რთულად აღიქვავთ უკვე ამ პროცესი, იმიტომ რომ თქვენთვის იყო ეს ადამიანი ადამიანობის იდეალი. ენდობოდით, ეყრდნობოდით, დიდ იმედებს ამყარებდით, ან პირველ ადგილზე აყენებდით, თქვენს ეკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი, მას მიეცით სტატუსი, იმპერატორის სტატუსი არ არის ეს ასეთი ყოველდღიური მომენტი, როდესაც ესე მარტივად ვუწოდებთ ადამიანს, ხომ, იმპერატორს ჩვენს ცხოვრებაში და რას ნიშნავს ეს? ეს შეიძლება იყოს თქვენი ქმარი, ეს შეიძლება იყოს სტატუსში მყოფი ადამიანი, ან შესაძლოა თავიდანვე ძალიან სერიოზულად შეხედეს და იფიქრეთ, რომ ეს ადამიანი არ ჰგავს სხვებს, ძალიან სერიოზულია, სიტყვის ადამიანი არის და რაღაცა ეს უფრო გტკივათ ამ წუთას, რომ ის ადამიანი, როგორიც თქვენ წარმოიდგინეთ, ან თქვენს ფიქრებში იყო, ან წლების მანძილზე რაღაცა მფარველობას გიწევდათ, ან მის იმედი გქონდათ, აი ეს ეტაპი დამთავრდა და ძალიან რთულია ეს თქვენთვის. თითქოს რაღაცაზე ან თვალი აგეხილათ, ან სხვა რეალობის წინაშე დადეგით, ან თვითონ ამ ადამიანმა რაღაც ვალდებულებები არ შეასრულა და სულ სხვა სახით დაგანახათ საკუთარი თავი. აქ მოდის ახლა სხვა მიმართულება, როდესაც ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი ფიქრობთ, რომ უკვე რაღაც შენიშნეთ, რომ რაღაც თავისუფლება უფრო უყვარს, ვიდრე რაღაც ვალდებულებები, ან ესეთ ენერგიაში გადავიდა, ან თუ კარგად არ იცნობდით, სხვანაირი აღმოჩნდა და უფრო ენერგეტიკულად თავისუფალი აღმოჩნდა, ან შეიძლება ახლა მას უყურებთ როგორც კვერთხების მეფის პოზიციაში, ანუ კვერთხების მეფის პოზიცია ზოგადად ცუდი არკანი არ არის, მაგრამ აი იმპერატორიდან ამ თვალით იმპერატორი არის რაღაც უფრო მეოჯახე, სტაბილური, მყარი, სტრუქტურული და აი ამ შემთხვევაში აქ კვერთხების მეფედ აღიქვავთ, რომ შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრს წერს, მექალთან ყოფილა, შეიძლება თქვენ შემთხვევაში სხვანაირად იყოს და ფიქრობდეთ, რომ უფრო აი დაპირებებს იძლევა, როდესაც კარგ ხასიათზეა და როდესაც
სიტუაცია იცვლება, მე ავიწყდება რასაც ამბობს. აი რაღაცა ამ წუთას არის გარდამტეხი მომენტი. თუ თქვენზე რეზონირებს, ანუ ეს გაშლა არის თქვენთვის. ან შეიძლება იფიქრეთ, რომ იმპერატორივით მოიქცეოდა რაღაცა ვალდებულებას აიღებდა, ან ურთიერთობას გამოასწორებდა, მაგრამ რაღაცაში მარტივად დანებდა. ესე შეიძლება ჩავთვალოთ. რაღაცა გარდამტეხ პერიოდს გადიხართ. კაიგით, აბა ეხლა ვნახოთ. რა გელით მასთან ამის შემდეგ. ძალიან რთული იქნება პირდაპირ გეტყვით, ეს არკანი მიგვანიშნებს, ძალიან რთული იქნება ის მომენტი, რომ მას ძველებურად თავდაპირველი ენერგიით შეხედოთ. სულ ახლო პერიოდში მასთან მიმართებაში, აი ამის შემდეგ მოდის ესეთი მომენტი, ამის შემდეგ ამ პიროვნებასთან მიმართებაში გექნებათ ორჭოფობა, გაორება, ვენდო არ ვენდო, ისევ იგივეს ხომ არ გააკეთებს. აი რაღაცა თითქოს მარტივად ვერც დაივიწყებთ ამ ადამიანს, მაგრამ ვერც მარტივად მიიღებთ უკან. ძალიან რთულად გადასახარში არის ახლა თქვენთვის, რომ აი იგივე თვალით შეხედოთ, როგორც უყურებდით აქამდე. აი როგორც გითხარით, ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში იწყებს მოქმედებას, მოდის როგორც რაინდის ენერგიაში, დამსუბუქებული ენერგია არ შეიძლება მას უფრო მარტივად გადაუაროს ბრაზი, თუ ერთმანეთს შეეპასუხეთ და იჩხუბეთ. ისევ რაღაცნაირად წამოვიდეს თქვენსკენ, მაგრამ თქვენ რჩებით ზურგით, აი რაღაცა ძალიან გაგიტყდათ იმედი. რაღაცა ძალიან რთული ეტაპი მოდის იმ კუთხით კი არა, რომ ეს ადამიანი სამუდამოდ სწავა. უფრო იმის გამო, რომ ის იმ ენერგიით, როგორადაც აღიქვით, ისეთი აღარ არის თქვენს თვალში. აი რაღაცა ზურგით დგებით მასთან. შეიძლება გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ ისეთი გულით აღარ იყოთ, ისეთი სიხარულით ვეღარ უპასუხოთ, ისეთი მოლოდინი აღარ გქონდეთ მის SMS-ებზე და ზარებზე. თქვენ გადადიხართ როგორც ხმლების დედოფალი. შეიძლება თქვათ, რომ ეს ერთი და მეორედ მე მის ასეთ მოქმედებას აღარ წამოვეგებია. შეიძლება ეს უთხრათ თქვენს თავს, რომ ეს იყო თქვენთვის ძალიან მწარე გაკვეთილი. რის შემდეგაც გრძნობებს უკან დახევთ და უფრო გონებით მიიღებთ გადაწყვეტილებებს. თქვენ დაიწყებთ მასთან სიფრთხილით მოქმედებას, მის სიტყვებს ესე უპირობოდ აღარ მიენდობით, ძალიან იფრთხილებთ, 1000-ჯერ გადაამოწმებთ და თქვენს გულთან მოსასვლელი გზა, მე ვფიქრობ, იქნება ამის შემდეგ ის იქნება, რომ შემორიგებას შეეცდება, მაგრამ თქვენთან მოსვლა ესეთი მარტივი არ იქნება. შეიძლება უპასუხოთ, ან ამ ადამიანს არ აგრძნობინოთ, მაგრამ სულ გექნებათ იმის განცდა, რომ რაღაც თქვენში შეიცვალა. რა მოხდება მასთან ამის შემდეგ? შეიძლება დადგეს ისეთი საკითხები, ვისაც დაბლოკილი ყავთ ეს ადამიანი, რომ დაბლოკოთ, ისევ განბლოკოთ, ისევ დაბლოკოთ, განბლოკოთ, ეს რაღაც სცენარი განმეორდეს. და იმ შემთხვევაში მიიღებთ მას ბოლომდე, მასთან კონტაქტს იმ შემთხვევაში აღადგენთ ბოლომდე, თუ ისე მოიქცევა, როგორც იმპერატრიცას ამ შემთხვევაში თქვენ შეგეფერებათ. არ ვიცი, აი რაღაცა გონებაში თუ გაქვთ ახლა წარმოდგენილი, რომ ამ პიროვნებისგან იმთხოვთ ამას, ამას და ამას, რაღაცა პუნქტები გაქვთ შედგენილი, ამის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით მიიღებთ მას უკან, თუ ამ პუნქტებს შეასრულებს. ანუ თქვენ დათმობებზე აღარ წახვალთ. ამის შემდეგ თქვენ თითქოს დასაკარგი არაფერი აღარ გაქვთ ამ ურთიერთობაში. და იფიქრებთ, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მივცემ ამ პიროვნებას შანსს, თუ იმას გააკეთებს, რასაც მე ვიმსახურებ. აი ესეთი ენერგიები შემოდის, თუმცა ამ პიროვნების მოქმედება თქვენსკენ ჩანს, მაგრამ თქვენი დაყოლიება, თქვენი დამორჩილება, თქვენი კომპრომისებზე წასვლა აღარ მოხდება. თქვენი გზა გექნებათ, ასე ვთქვათ, არჩეული და თუ გამოყვებათ ამ გზაზე რა კარგი, თუ არა და გადახედავთ თქვენს პრიორიტეტებს და შეიძლება ამ პიროვნებასთან ეს ბლოკი რაღაც მომენტში განბლოკოთ, მაგრამ ისევ დაბლოკოთ და უთხრათ, რომ შენ გზაზე წადი. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს.
ყველაზე რა თქმა უნდა არ მომპოვ, მაგრამ აი ეს გადაფასების და ნდობის მომპოვების საკითხები იქნება ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თქვენს ურთიერთობაში. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებას გისურვებთ და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.